მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემ პარალოგიურ ეზოთერიულ არხზე. დღეს გვექნება საჯარო გაშლა სახელწოდებით არსებული სიტუაცია ამ ეტაპისთვის, რომელშიც იმყოფები, რა გაბრკოლებს, ხო? რა არის ხელშემშლის ფაქტორი, რაიმე კონკრეტული სიტუაცია მოქმედებს თუ რა არის მიზეზი, რის გამოც შეგიძლიათ კონკრეტული სიტუაცია ჩაუთქვათ, ან ცხოვრებისეულ ფაქტორის კუთხით რაშიც ხელი გეშლებათ. ენერგობალანსირებისთვის მნიშვნელოვანი არის მათ, ვისაც ჩემი არხი გამოწერილი არ გაქვთ, ჩემი არხი გამოიწეროთ, მოწონება, კომენტარი, სურვილი სამეფ გაზიარება და ვნახოთ არსებული სიტუაცია. ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ან სხვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით პირადი კონსულტაციისთვის მეკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. მაშასადამე, ჩაფიქრებული პირველი თემა, ან კონკრეტული სიტუაცია, მეორე, მესამე. რა არის მიზეზი, რის გამოც ხელი გეშლებათ? თითო თემა შეგიძლიათ თითო ვარიანტზე ჩავთქვათ, ან ცხოვრებისეულად ზოგადად ერთი სიტუაციაზე, ხო? ანუ ზოგადი ფონი რაც გაქვთ, იქიდან გამომდინარე. მე დავიწყებ პირველი ვარიანტით. რა არის მიზეზი, რის გამოც გარკვეული კუთხით ხელი გეშლება? აქ ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ ყველა ვარიანტში ჯერ პირველი რაც გჭირდებათ არსებული ვარიანტის წარმომადგენლებს, გჭირდებათ გარკვეული კუთხით თქვენი გარემოცვის გაფილტრა და გარკვეული კუთხით შეიძლება ითქვას წმენდითი თემაც, იმიტომ რომ აქ პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ დიდი ხანია უკვე დაგროვდა თქვენ სიტუაციებში გარკვეული სახის პროგრამები, ესე ვიტყოდი ნეგატიური ასპექტის კუთხით, შეიძლება იყოს ეს თვალი, შეიძლება იყოს შურის თემები, შეიძლება იყოს ჭორების თემები, ან კონკრეტულად შესაძლებელი არის ენერგოვამპირების ძალიან დიდი გარემოცვა ქონდეს, რომელიც პირდაპირ ენერგიას გაცლის და შესაბამისად რაიმე კონკრეტული სიტუაციით პოტენციალის რაც გაგაჩნია, ხო? ვეღარ ვითარდები და ვეღარ ანხორციელებ იმას, რაც გჭირდება. პირდაპირ მნიშვნელობით აქ შენ გჭირდება წმენდითი თემა. შესაბამისად, უნდა საკუთარ თავს გარკვეული კუთხით დაეხმარო. თუ პირობითად არსებული ვარიანტის წარმომადგენლებმა არ იცით წმენდითი თემა როგორ განახორციელოთ, მე მაქვს ჩემი საკუთარი ჯგუფი, სადაც სხვადასხვა სახის პრაქტიკები და წმენდები ცდება და სურვილი სამეფ შეგიძლიათ მომწეროთ და ყველაფერი დეტალებს გაგაცნოთ. აქ ყველა ვარიანტში რაც მიზეზი არის პრობლემური სიტუაციების ხელიოგეშლება, აქ არის დაგროვილი უარყოფითი ნეგატიური ენერგიები თქვენ გარემოცვაში. დავიწყებ მეორე ვარიანტის სიტუაციებით. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის რა არის კონკრეტულად რის გამოც ხელი გეშლება? დავიწყებ იმით, რომ აქ არსებულ ვარიანტებზე შესაძლებელი არის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც აქვს გარკვეული კუთხით თავისი პოტენციალი, მაგრამ არ იყერებს, არ ანვითარებს, ან შეიძლება არ იცის სწორად როგორ გამოიყენოს არსებული პოტენციალი, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ აქ არის პოტენციალი, რომელსაც ვერ ანვითარებ და არ იყენებ ამ უნარებს. შესაბამისად, პირველი პრობლემა რაც შეიძლება იყოს ხელშემშელი, პირდაპირ საკუთარი თავის ენერგიას რო ვეხარჯა და ვერ ანვითარებ, ეს გიშლიდეს ხელს, სანამ კონკრეტულ მიმართულებამდე არ მიხვალ. თუ კონკრეტულად არსებულ ვარიანტს არ გააჩნია ძლიერი ინტუიცია, შეგრძნებები და ეს მოდი ესე ვიტყოდი ბჭყალებში ჯადოქრული გამოვლინებები, მსგავს შემთხვევაში შესაძლებელი არის იყოს თქვენზე გარკვეული სახის რაღაცა ისეთი პროგრამირება პირდაპირ ჯადოქრისგან, ესე ვიტყოდი ან ადამიანისგან, რომელმაც გარკვეული კუთხით შურის ფონზე შეიძლება გარკვეული სახის პროგრამირება თქვენზე ნეგატიური ასპექტის კუთხით გამოუშვა. და შესაბამისად შეიძლება იყოს ეს ხელშემშელი ფაქტორი. და მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ნახეთ, აქ პირდაპირ მიჩვენებს, რომ მეტად გჭირდება ბალანსირების სიტუაციები და მეტად კომუნიკაცია ბუნების ენერგიებთან. ძალიან გამოფიტული ხარ, ძალიან გადაღლილი ხარ, გადამწვარი პირდაპირ მნიშვნელობით და შესაბამისად ის პოტენციალი, რაც შეიძლება რომ საქმეში გამოიყენო ან რაღაც მიმართულებაში, ფაქტიურად უკვე აი ჩაფერფლი მდგომარეობაში არის, ხო? გჭირდება ენერგიების შევსება, ენერგიების აღდგენა, ესე ვიტყოდი, მეტი კომუნიკაცია ყვავილებთან, ბუნებასთან, ხეებთან. ან უბრალოდ გადით, ვისაც სად როგორ მოგიხერხდებათ, ხო შეგიძლიათ ვინც სიტუაციურად ხელი გიწყობთ, შეიძლება სანაპიროზე გახვიდეთ, შეიძლება ტყეში გახვიდეთ. თავარი არის აი ეს სტიქიებთან გქონდეთ ძლიერი კავშირი, ეს იქნება მიწა, ცეცხლი, ჰაერი, წყალი, ხო? ანუ თავარია რომ ეს რაღაცა კავშირი დაამყარო ბუნების ენერგიებთან და ეს დაგეხმარება ყველაზე მეტად სიტუაციების განხორციელებაში. ასებული ვარიანტებისთვის ასეთი ინფორმაცია იყო, დამიწერეთ რამდენად რეზონებს და პირადისთვის მეკავშირდებით პირადში.